კაცო. Maitza. იორ გამარჯობა, რო ჩაგწეროთ. შეგიძლია? გევანდელ. ეს საკითხს დაგიშვა. აზრი არა. აზრი არა, რა, ახლა შენ უბრალოდ ერთი ორი ის რო არა, ყველა ლაპარაკობთ. არ ჩაგწეროთ. ანუ შენ რეაგირება არ გინდა იმ საკითხზე, ხა იქაც მოხდა? ის ხო საკითხია, თალკენი. დაგიზიან და კამერა ის. სადაც? ჰა? ეს შენ როგორ ახლა ხარ მოხდა? აქ მაგ დაწეს. ეს ჩაგარტყა ხო ემა? თეთრი მაიკარო ეს. ჩვენ კადრები რომ მოგცა არ გინდა? კადრები მაჩვენება. აქ არა მაქვს. თუ მაქვს. მაჩვენება კასეთ არ მადმაყურებია რა. შენ კადრები რომ მოგცა არ გინდა? აქ არა მაქვს. და უბრალოდ ვინ ყავს მაშინ? უბრალოდ მასალა მაინც რომ მოგცა. ამასალა უნდა მოგცა. აბა ხო იღებდი თვის იყავი. მასალა ხო იღებდი. დიდი ხანი აქვს რა? არა. ცოტა ხანი იმიტომ არ იცი ოცები? ძალიან ახალი. ოფისი არა გაქვს? არა მაქვს ოფისი. არა. აბა მარტო გაქვს ინფოცხრის ბეჯი? ო რა. აი გამოჯამწევდი მაშინ. თუ რაღაცა დაგჭირდა, ხა კი სადაც მოგზენო როგორ არის. და მოგმართე. კარგად იყავი. აი, დიდი მადლობა. აი, აბა ბოდიშ შეწუხებისთვის და აბა კარგი. ჩვენ შეხვედრას ვატარებდით მთელი 2 საათნახევრის განმავლობაში. ჯერ თავიდან რომ მივედით იქ გამგებელი დაგვხვდა რომ ამას გითხრა რომ ეს ჩემი ტერიტორია, აქ არავინ არ შემოვა, მაგრამ ნუ ისე მშვიდად გავიარეთ, უთხარით დიდი მადლობა გასაგებია. ეხლა გაგვატარეთ. შემდეგ მთელი 2 საათნახევრის განმავლობაში ჩვენ ვატარებდით იქ საარჩევნო კამპანიას, უბრალოდ შეხვედრები არ ქონია კამპანიას. ვარიგებდით ჩვენს მასალებს, ველაპარაკებოდით ადამიანებს დახლებთან. და უკვე როგორც ჩანს, როდესაც დაყვებოდა 4 ბიჭი. ჩვენ ცნობი 4 ადამიანი, თუმცა ამაზე რეაქცია არ ქონია, იმიტომ რომ კი ბატონო რა პრობლემაა დაყვებოდნენ, მაგრამ როდესაც ნახეს რომ განწყობა იყო ძალიან და ადამიანების დამოკიდებულება იყო ძალიან კეთილგანწყობილი და პრაქტიკულად ყველა ვისთანაც მივედით, ვისაც გაზეთი მივაწოდეთ, გამოგველაპარაკა, პირიქით ვთხოვდნენ რომ იქნება ჩვენც მოგტეთ მაისურები მოგვიტანეთო, როგორც ჩანს ძალიან შეწუხდნენ და გადაწყვიტეს ძალის დემონსტრირება უნდა მოეხდინათ და მე ახალგაზრდა რამოდენიმე პატარა ბიჭი მოვიდა, რომლებმაც ჩხუბი ატეხეს. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, იმიტომ რომ თქვენი სუროგატები ფსევდო ინფოცხრის ბიჭი დაყვებოდა იქ, რომელიც
შეეშალათ მათ და რეალურად ინფოცხრა ეგონათ და რაღაცა რომ აი ინფოცხვრის ჟურნალისტია და იმას ფიზიკურად შეეხნენ. ჩვენ ვიყავით დღეს იმასთან მისული, მოვიკითხეთ როგორ იყო. იმიტომ რომ იმის მიუხედავად ვინ სად არის სად მუშაობს და რა აზრზეა, ფიზიკური ძალადობა არავისზე არ შეიძლება და ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ძალიან ბევრი ხიფათი შეიძლება მოყვეს აი ამ მოქმედებას, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა და აგერ დღეს ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი შედეგი, როდესაც თქვენზე დაგეშილებს აერიათ და საკუთარი ალისტრახო ფიზიკურად შეეხნა.